აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე 2024 წლის 9 თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ იმსჯელეს. დასკვნები თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ წარმოადგინა. მან ყურადღება გაამახვილა დარგობრივი მიმართულებით სხვადასხვა პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე ბიუჯეტის დაგეგმვის კონტექსტში. დეპუტატებმა მოისმინეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ლაშა დოლბაძის ინფორმაცია 9 თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულებისა და გაწეული სამუშაოების შესახებ. მისივე თქმით, ყველა შენიშვნა და წინადადება გათვალისწინებული იქნება 2025 წლის ბიუჯეტის შემოსავლების და ხარჯვითი ნაწილის დაგეგმვისას. ყურადღება გამახვილდება ასიგნებების ისეთ გადანაწილებებზე, რაც უზრუნველყოფს რესურსების ეფექტიან განაწილებასა და განკარგვას პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით. საკითხის განხილვის შემდეგ უმაღლესი საბჭოს წევრებმა კენჭისყრით მხარი დაუჭირეს რესპუბლიკური ბიუჯეტის 2024 წლის 9 თვის ანგარიშის დამტკიცებას. ჩვენ მოვისმინეთ ახალი მინისტრის მოხსენება ამ საკითხთან დაკავშირებით. ბატონ თამაზ ხუბუას მოხსენება, რომელიც გახლავთ კომიტეტის თავმჯდომარე, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის. განხილვას წინ უძღოდა კომიტეტებში განხილვები, ფრაქციებში განხილვები და შეფასება იყო დადებითი და ამასთანავე იყო მთელი რიგი რეკომენდაციები, რომლებიც ბატონმა მინისტრმა გაიზიარა. ჩვენ არაუბრალოდ დავამტკიცეთ 9 თვის ანგარიში, არამედ დავსახეთ რა პრობლემებია გადასაჭრელი დარჩენილ დროში და რა უნდა გავითვალისწინოთ მომავალი ბიუჯეტის 25 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას. განვიხილეთ 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 9 თვის შესრულების ანგარიში, რომლითაც შემოვიდა აფხაზეთის მთავრობა, აღინიშნა უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე და მანამდე კომიტეტებსა და ფრაქციებში წინასწარ განხილვებზე, რომ პოზიტიური საქმიანობა გაწეული იქნა 9 თვის განმავლობაში, მაგრამ ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ხაზი გაესვა იმ შენიშვნებს და რეკომენდაციებს, რომლებიც აუცილებლად გასათვალისწინებელია უმაღლესი საბჭოს წევრებმა, აგრეთვე საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ წარმოადგინეს თავიანთი წინადადებები, შენიშვნები, რეკომენდაციები, რომელიც ჩვენს მიერ აუცილებლად გათვალისწინებული იქნება 2025 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას. უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევთ იმ პროგრამებს, რომლებიც გაუმჯობესებს ჩვენი აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.